ამაო დაგლოცეთ. დაგლოცოთ უფალმაშვილი. ამაო ადამიანებს აი ესეთი კითხვა აქვთ, რომ ზოგჯერ იწირება ადამიანი, ზოგჯერ წინასწარ არ იცის, რომ რაღაც უბედურება ელის. ზოგჯერ რაღაც სტიქი ამოდის, რომელსაც მერე იგებს ძალიან ბევრი უბედურების შემდეგ. რატომ არ იცის წინასწარ, რატო არ აგებინებს ღმერთი თავის შვილს ადამიანს აი ამ ყველაფერს წინასწარ? ეს ადამიანებისთვის ძალიან მძიმე ჯვარი იქნება და რატო? წარმოიდგინე ახლა გიორგი შენ რომ ჯვარი გეწეროს და რო იცოდე რომ ახლა ჩაჯდები მანქანაში და ჯვარი გეწეროს და სახში ვერ მიხვალ და ეს ხო შენთვის რაღაც საშინელი ტრაგედია იქნება და ეს ხო რაღაც ისეთი იქნება აი შეიძლება ამ დროს ადამიანს სასწორკვეთილებაში ჩავარდეს ადამიანს ანუ რისი თქმა მინდა იცით რომ ქრისტიანობა ასწავლის იმას რომ ჩვენ ქრისტიანები ყოველდღიურად უნდა ვემზადებოდეთ რომ უფალს შევხვდებით იმ დღეს ჩვენ ისე უნდა ვცხოვრობდეთ თითქოს ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა მაგრამ ამას კაცობრიობის 99 და 99% %, ვერ ასრულებს. მაგრამ არიან ის ადამიანები, აი 10,000-ში 1, რომელიც გამოერევა, რომელიც მთლიანად 100% არის მინდობილი უფალზე და ოღონდ კი უფალთან იყოს, რაც შეიძლება მალე უფალთან იყოს და მისთვის სიკვდილი ეს საშინელება არ არის. და სწორედ ასეთებს უფალი უცხადებს რომ აი რამდენ ხანში უნდა გარდაიცვალოს და მას ეს კი არ ეშინია ის ამისთვის უკვე ემზადება შინაგანად უფრო განწყობით უფრო ლოცვით უფრო მადლიერების გზნობით უფრო ზიარებით თუ კი ვინმესთან ოდნავ რამე ნაწყენ ყველას პატიობს და ხო და ეს რომ ეხლა წინასწარო გაუცხადოს მოუმზადებელ ადამიანს მერწმუნეთ რომ ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდება და შეიძლება ვერ გაუძლოს ამ დეპრესიას და შეიძლება თავიც კი მოიკლას ვეღარ ანუ როდემდე ვიცადო და რაღაც და გესმის ხო ანუ უფალი ამით გვიფარავს რომ ჩვენ არ ვიცით მომავალი ყოველთვის ზათ უნდა ვიყოთ უფალო იყოს ნება შენი გვახსოვდეს ერთი რომ უფალი არის ყველაზე დიდი სიყვარული რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ ყველაზე უკეთ იცის ჩვენი მომავალი და ყველაზე მეტად ზრუნავს ჩვენი სულის ცხონებისთვის ის ყოვლის შემძლეა და თუ კი ამ სამს გავაერთიანებთ მიხვდებით რომ ნამდვილად არავის და არაფრის შიში არ უნდა გქონდეს და ბოლომდე უნდა ვენდობოდეთ ღმერთს და შეიძლება მამაო რომ ამის ცოდნამ წინასწარ გააფუჭოს ადამიანი და სიტყვაზე თქვას რომ აი მე ეხა 40 წელი თუ ვცხოვრობ 39 წელი ცუდად ვიცხოვრებ და ბოლო წელს მოვინანიებ რა პრობლემა სიტყვაზე ხო ეშმაკი სულ იმაშვება აი მაგ ასე ვთქვათ ეშმაკის აზრს უჯერებს რომ აი ნარკომანი არა უშავს ცოტა ხანი კიდე გავიკეთებ და აი მერე გადავაგდებ ასევე ლოთი ასევე ლუდომანი რომელიც თამაშობს და აი არა უშავს აი ცოტა ხანი კიდე ვითამაშებ და მერე გადავაგდებ მერე მოვეშვები და ეს მერე არ თავდება ასე რომ ბოროტისგან არის რომ აი ადამიანი როცა ფიქრობს რომ ყველაფერი თითქოს წინ არის რა თქმა უნდა ბოროტისგან არის ეს ყველაფერი რომ ეუნება რომ შენ კიდე დიდხანს სიცოცხლებ ნუ გეშინია და აი მაგ პრობლემას ადრე თუ გვიან დაანებებ თავს იგივე ნარკოტიკს იგივე ლოთობას იგივე ლუდომანიას იგივე მრუშობას იგივე ხო და ამით უფრო და უფრო აჩვევს აი ამ ცოდვას და ეს ცოდვა უკვე სულში გადაზდის მას და მისთვის უკვე დაუძლეველი ხდება და ამით მიდის ამ ქვეყნიდან და მერე იქ იწყება ყველა საშინელი ტანჯვა მერე. ეხლა მამაო, რას ვინანებთ თუ შეიძლება ის ადამიანები, ვინც წინასწარ ესე ვფიქრობთ, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ასეთი ადამიანები ინანებენ იმას, რომ ეშმაკს უჯერებდნენ და მყისიერად დროულად წერტილი არ დაუსვეს თავის ცოდვის მიდრეკილებას. და მყისიერად არ უთხრეს ეშმაკს, რომ დამთავრდა და უნდა ვსთხოვოთ უფალს, უფალო,
მე ვერევი ამ ბოროტსულს გევედრები უფალო შენ შემეწიე მაშორე ეს ბოროტის სული გევედრები ამ დროს უნდა დაიწყოს ლოცვები მარხვები ეკლესიური წიროალოცოს დასწრებები აღსარებები ზიარებები და თლიანად გადაერთოს სულიერებას და ამ დროს ღმერთი ძალიან მაგრაშველის რაოდენ დიდ ცოდვაშიც არ უნდა იყოს ამის ძალიან ბევრი მაგალითია რომ აი ძალიან ისეთი მიჩვეული ნარკომანები, მიჩვეული ლოთები, მადლობა ღმერთს გამოსწორებულან და დიდება უფალს ამისთვის. მადლობა.